ცნობილი ხდება იმ 14 პუნქტიანი მემორანდუმის შინაარსი, რომელიც ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საბოლოო შეთანხმებით უნდა დასრულდეს. მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ვერსიის მიხედვით ირანი იღებს ვალდებულებას არასდროს აწარმოოს ბირთვული იარაღი. თავის მხრივ ვაშინგტონი მოხსნის თეირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ორივე მხარე თანხმდება, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა დასრულდება და მსოფლიო ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან საზღვაო დერეფანში გემების მიმოსვლა სრულად აღდგება. მიუხედავად იმისა, რომ მემორანდუმის გარკვეული პუნქტები ბუნდოვანია დოკუმენტს დადებითად აფასებენ დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ლიდერები და მზადყოფნას გამოთქვამენ ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის აღდგენას ხელი შეუწყონ. 14 პუნქტიან შეთანხმებას ხელი სავარაუდოდ 19 ივნისს შვეიცარიაში მოეწერება. როგორ განვითარდება მოვლენები ახლო აღმოსავლეთში, ეს მომავალი 2 თვის განმავლობაში უნდა გაირკვეს. მემორანდუმის მიხედვით საბოლოო შეთანხმებისთვის მხარეებს სწორედ 60 დღიანი ვადა აქვთ. ლევან ახალაიაგი ამბობთ. Hello, I'm the boss. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამ ხუმრობანარევი ფრაზით მიესალმა დღეს დიდი შვიდეულის სამიტის მონაწილეებს. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ საფრანგეთში მისი ვიზიტი წარმატებული იყო და უპირველეს ყოვლისა ირანთან მიღწეული შეთანხმების გამო, რომლის მიხედვითაც როგორც ამერიკის ლიდერი ამბობს, თეირანს აღარასდროს ექნება ბირთვული იარაღი. ხოლო ნავთობის ტრანსპორტირებისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე გაიხსნება. თუმცა, როგორც ტრამპი ამბობს, ეს არ არის საბოლოო შეთანხმება და თუ დასკვნითი დოკუმენტი მას არ დააკმაყოფილებს, ირანის დაბომბვის გაგრძელება გამორიცხული არ არის. კვირას ირანთან მიღწეული შეთანხმება ყველაფერს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც გვსურდა და კიდევ უფრო მეც მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას, ჰორმუზის სრუტის გახსნას და ირანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენის სამუდამოდ თავიდან აცილებას. ეს იყო მთავარი, ირანს ბირთვული იარაღი არ შეიძლება ჰქონდეს არც შექმნა და ყიდვა უნდა შეეძლოთ. ირანთან შეთანხმება საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, თუმცა დოკუმენტის პუნქტები სხვადასხვა მედია საშუალებებმა მაინც გაავრცელეს. CNN-ის ვერსიით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის ურთიერთგაგების 14 პუნქტიანი მემორანდუმი ითვალისწინებს ომის დაუყოვნებლივ და მუდმივ შეწყვეტას ყველა ფრონტზე, ლიბანის ჩათვლით. ასევე საუბარია ჰორმუზის სრუტის გახსნაზე, ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმებაზე, მათ შორის ირანული ნავთობის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნაზეც. ერთ-ერთ პუნქტში კი წერია, რომ ირანი თანხმდება არ აწარმოოს ბირთვული იარაღი, მაგრამ საბოლოო ჯამში ირანის ბირთვული პროგრამის ბედი ჯერ უნდა იქნება განხილული დასკვნით შეთანხმებაში. მედიის მიერ გავრცელებული დოკუმენტის ავთენტურობა არც ირანს და არც ამერიკის შეერთებულ შტატებს არ დაუდასტურებიათ. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ მემორანდუმი 19 ივნისამდე გამოქვეყნდება. მათ გვითხრეს, რომ კონტექსტი ცოტა ხნით არ გაგვესაჯაროებინა, ის არაუგვიანეს პარასკევისა გამოქვეყნდება. ჩვენ ვცდილობთ ვუბიძგოთ შუამავლებს, რომ დოკუმენტი დღესვე გასაჯაროვდეს, რადგან გვინდა ამერიკელ ხალხს ვუთხრათ, რომ ეს ფუნდამენტურად კარგი გარიგებაა ამერიკელი ხალხისთვის. დიდი შვიდეულის ლიდერები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმნენ. სამიტის მასპინძელმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ შეთანხმება ბოლოს მოუღებს ეკონომიკურ არასტაბილურობას. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ბრიტანეთთან ერთად მზადაა ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის აღდგენის მისიაში წვლილი შეიტანოს. მაკრონის შეფასებით, უმთავრესია, რომ სრუტეში გადაადგილებისათვის გემებს გადასახადი არ დაუწესდეს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ჰორმუზის სრუტეში შეუფერხებელი ბაჟის გარეშე ტრანზიტის უფლება ამ შეთანხმების ქვაკუთხედს წარმოადგენდა და დაუყოვნებლივ შედის ძალაში. ჩვენ შევთანხმდით, რომ საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ შექმნილი მრავალეროვნული და დამოუკიდებელი თავდაცვის ინიციატივა მზადაა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ჰორმუზის სრუტეში. ამერიკისა და ირანის შეთანხმების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ნავთობი გაიაფებას განაგრძობს. დღეს შავი ოქროს ღირებულება ბარელზე $76.78 იყო. როგორც ნავთობის ტრანსპორტირებაში ჩართულ კომპანიებში ამბობენ, ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ ამ მარშრუტით ნავთობის მიწოდების ომამდელ ნიშნულამდე აღდგენას დრო დასჭირდება. სავარაუდოდ ეს წლის ბოლომდე მოხდება. ამასთან ჯერ კვლავაც არ არის გარკვეული იტყვის თუ არა ირანი საბოლოოდ უარს ამ სრუტეში გემების გატარებაზე გადასახადების დაწესებაზე. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ასევე ბუნდოვანია, ლიბანში არსებული სიტუაცია. ისრაელმა დღეს კიდევ ერთხელ მიიტანა ავიაიერიში ამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილზე. მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა მოუწოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს უფრო პასუხისგებლიანად იმოქმედოს ლიბანთან მიმართებით. ირანში კი ამბობენ, რომ ლიბანში ისრაელის სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს ალბათ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მემორანდუმში, ომის დაუყოვნებლივი და სამუდამო დასრულების დეკლარაცია ყველა ფრონტზე, მათ შორის
ლიბანში. მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის ხაზგასმაც მინდა, არის ისიც, რომ ჩვენი აზრით ამ მემორანდუმში ორი მხარეა. ერთი მხარეა ამერიკა და ისრაელი, ხოლო მეორე მხარეა ირანი და ჰეზბოლა. ირანის ხელმძღვანელობას სურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმება გამარჯვება წარმოაჩინოს, თუმცა შესაბამისი არგუმენტების მოყვანა საკმაოდ რთულია. ქვეყანამ ახლახანს გამოიარა ომი, ეკონომიკა ძლიერი ზეწოლის ქვეშაა, ხოლო ისლამური რესპუბლიკის მხარდამჭერთა ნაწილი რამდენიმე თვის განმავლობაში საერთოდ სრულად უარყოფდა ვაშინგტონთან კომპრომისს. ირანის შიგნით და საზღვარგარეთაც ირანელების ნაწილი არსებულ სიტუაციას მმართველი რეჟიმის ცვლილების შესაძლებლობად განიხილავს. სწორედ ასეთ დაყოფილ პოლიტიკურ ლანდშაფტში ცდილობს ირანის ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმების წინ წაწევას. საქმე ისაა, რომ ჩვენ ძალიან კმაყოფილები არ ვართ ამ დოკუმენტით, რომელიც მივიღეთ. ჩვენს ხალხს ამაზე მეტი სურს და ჩვენ უნდა ვუთხრათ ამერიკელებს და ისრაელელებს, რომ ჩვენ ასეთი საზოგადოებრივი აზრის წინაშე ვდგავართ. ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დაადასტურეს, რომ ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს 19 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ბურგენშტოკში გააფორმებენ. ამერიკის მხრიდან დოკუმენტს ხელს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი მოაწერს, ხოლო ირანის მხარეს ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ღალიბაფი წარმოადგენს. ვაშინგტონში ასევე ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული შეთანხმების ტექსტი მანამდე გამოქვეყნდეს.